სასტრაფოდ, შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის გამოცხადებული ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა პრაქტიკულად უკვე მკვდრად დაიბადა. და ეხლა თქვენ სრულყოფილად გაიგებთ, რატომ არის ეს ისტორიული მომენტი. ამ ხუთშაბათს 2026 წლის 9 აპრილს ის რაც თითქოს დაუყოვნებელი შვება უნდა ყოფილიყო, გადაიქცა არასტაბილურ პაუზად, რომელსაც სამხედრო მუქარა, დიპლომატიური დაპირისპირება და ჰორმუზის სრუტის კონტროლისთვის ღია ბრძოლა ახლავს. ეს არის ამ ისტორიის ცენტრი. შეთანხმება არსებობს, მაგრამ ნამდვილი მშვიდობა ჯერ არ დამდგარა. მოხდა შემდეგი რამ. ვაშინგტონმა და თეირანმა მიიღეს დროებითი ზავი, რომელიც პაკისტანის შუამავლობით შედგა, დაპირებით, რომ ისლამაბადში მოლაპარაკებებისთვის სივრცე გაიხსნება. ამ ყველაფრის ცენტრში არიან დონალდ ტრამპი, ირანის მთავრობა, პაკისტანელი შუამავლები და გარშემო ისრაელი, ჰეზბოლა და სპარსეთის ყურის ქვეყნები. როდესაც ეს ფორმალურად გაფორმდა, რიტორიკა იყო თავშეკავებისკენ მიმართული. მაგრამ იქ, სადაც კრიზისი კვლავ ყველაზე საშიშია, სწორედ პლანეტის ყველაზე მგრძნობიარე საზღვაო დერეფანია, სადაც მსოფლიო ენერგიის უზარმაზარი ნაწილი გადის. როგორ მუშაობს ეს ზავი? თეორიულად ის 2 კვირით აჩერებს პირდაპირ თავდასხმებს. პრაქტიკაში ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება ჰორმუზში და მოლაპარაკებების მაგიდებთან. ამ ცეცხლის შეწყვეტის უკან ყველაზე მწარე სიმართლე მარტივია. ნორმალიზაცია არ ყოფილა, უბრალოდ შეიარაღებული პაუზა იყო. შეერთებული შტატები ამბობს, რომ შეთანხმება მოითხოვს სრუტის ღიაობასა და უსაფრთხოებას. ირანი კი ამტკიცებს, რომ გასასვლელი კვლავ მის სამხედრო კოორდინაციაშია. ეს ყველაფერს ცulis, რადგან აჩვენებს, რომ ირანის რეჟიმს თავისი მთავარი ზეწოლის ბერკეტი არ გაუშვია. კრიზისის დასრულების ნაცვლად ის ცდილობს ზავი კონტროლის ინსტრუმენტად აქციოს. სწორედ ამიტომ ეს განცხადება გლობალურ შიშს საბოლოოდ ვერ მოხსნა. და არის ერთი ფეთქებადი დეტალი. განცხადების შემდეგაც კი რეგიონული ომი გამწვავდა. ის კვლავ აძლიერებდა ზეწოლას შეთანხმებაზე. Associated Press-მა გავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელმა ბეირუთში გამანადგურებელი იერიშები მიიტანა ზავის შემდეგ რამდენიმე საათში, რის შედეგადაც 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ანუ, რატო აშინებს ეს ზავი ასე ძალიან? იმიტომ, რომ მან ყველა ფრონტი არ დახურა. ლიბანი კვლავ დუღილის პროცესშია, ჰეზბოლა კვლავ სამხედრო გათურებშია და ნებისმიერი ახალი თავდასხმა შეიძლება რამდენიმე საათში დაანგრიოს ეს მყიფე ბალანსი. ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გზავნილი პირდაპირ და მძიმე იყო. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გემები, თვითმფრინავები და ამერიკელი სამხედროები ირანის გარშემო განლაგებულნი დარჩებიან მანამ, სანამ ნამდვილი შეთანხმება სრულად არ შესრულდება. და კიდევ უფრო შორს წავიდა. გააფრთხილა, რომ თუ თეირანი ვერ გაამართლებს, შეტევები კიდევ უფრო ძლიერი ფორმით განახლდება. როგორ უნდა გავიგოთ ეს? როგორც სრული ზეწოლა. ვაშინგტონი ცდილობს ზავის სტრატეგიული მორჩილების გამოცდა და აქციოს, განსაკუთრებით ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. ურანის მარაგები და ჰორმუზის სრუტეში მოძრაობა. რატომ? იმიტომ, რომ თეთრი სახლი მხოლოდ ბრძოლების შეჩერებას არ სურს. სულს ამ კრიზისიდან გამოვიდეს ირანის ცეცხლის ძალაზე მკაფიო შეზღუდვებით. ბაზარზე ეფექტი მყისიერი იყო და პრობლემის მასშტაბი გამოავლინა. ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა, როდესაც ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა, ბრენტის ფასი 4 შაბათს ბარელზე თითქმის $84-მდე დაეცა. მაგრამ ნდობა დიდხანს არ გაგრძელდა. ამ ხუთშაბათს, როდესაც ზავი ეჭქვეშ დადგა, ლიბანში შეტევები და ჰორმუზში შეზღუდვები იყო, ბარელის ფასი კვლავ $87-დან $98-მდე დიაპაზონში დაბრუნდა. კიდევ ერთი გადამწყვეტი საკითხია ის, რომ საზღვაო მიმოსვლა ჯერ კიდევ ძალიან შორსაა ნორმალურისგან. Reuters-მა გავრცელა ინფორმაცია, რომ მხოლოდ რამდენიმე გემმა შეძლო სრუტის გადაკვეთა. Associated Press-მა აღნიშნა, რომ ასობით დატვირთული ხომალდი ელოდება გადასვლას. ეს აჩვენებს, რამდენად რთული რჩება სიტუაცია. ირანი საუბრობს შეზღუდულ და დროებით გახსნაზე. დასავლეთი მოითხოვს თავისუფალ ნავიგაციას და ბაზარი თulis, რომ სანამ ეს დაპირისპირება გაგრძელდება, რისკი კვლავ რჩება. ზავი შესაბამისად ფინიშის ხაზი არ არის. ეს დიპლომატიური ნაღმიანი ველია. საბოლოოდ ყველაზე ნათელი დასკვნა ასეთია. ეგრეთ წოდებული შოკის მონგრელი სიმართლე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის განცხადებაში კი არ არის, არამედ იმაში, რასაც ის მალავს. შეთანხმება მყარი მშვიდობა არ მოიტანა. მოიტანა მოკლე პაუზა. მეთოყურეობის ქვეშ პირობითი და სავსე მუქარით. ვინც დრო მოიგო, ვინც სტაბილურობას ელოდა, ჯერ არ მიუღია. და ვინც ფიქრობდა, რომ ახლო აღმოსავლეთი დამშვიდდებოდა, საპირისპირო შედეგი იხილა. ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც უკვე უნდობლობის ფონზე დაიწყო, სამხედრო ძალები მზადყოფნაშია. ჰორმუზის სრუტე კვლავ დავის საგანია და მოლაპარაკებები ნებისმიერ დროს შეიძლება წინ წავიდეს ან ჩაიშალოს.
აი რატომა ამ სოფლიო კლავ დაძაბულობაში, რადგან ეს ზავი ამ ეტაპზე უფრო გაფრთხილებას გავს, ვიდრე გამოსავალს.